გამარჯობა მეგობრებო. ეს ქართული ამბებია. ახალი სეზონით და ახალი წამყვანით. მე ლაშა გურგენიძე ვარ და დღეიდან თქვენ სამსახურში მიგულეთ. მიუხედავად ამ არანორმალური სიცხისა, მე აქ ვარ და თქვენთვის მშვენიერი ქართული ამბები მოვამზადე მოსათხრობად. ამასობაში არხი ქართული ამბები YouTube-ზე 8000 გამომწერზე ავიდა და მიიწევს 10000-ისკენ. რაც შეეხება TikTok-ს, აქ 38000 გამომწერს გადაცდა. ხოლო Facebook-ზე გამომწერების რაოდენობა 42000 გადააჭარბა და ლამაზად მიიწევს 50000 გამომწერისკენ. რისთვისაც რასაკვირველია, უამრავი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ხო, ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ და დავიწყოთ. როგორ დავხატე აკაკი წერეთელი? გამოჩენილი ქართველი ფერმწერი მოსე თოიძე იხსენებდა: ჩემი სურვილი აკაკის დახატვისა, რაც უფრო დრო გადიოდა, მით უფრო მატულობდა და ველოდებოდი იმ ბედნიერ შემთხვევას. 1906 წელს შევიტყვე, რომ აკაკი თბილისში იყო ჩამოსული. ერთ ნაცნობთან მთაწმინდაზე და პირდაპირ გავემართე საღებავებით და ტილოთი. რასაკვირველია, დილით უთენია, რომ სადმე წასვლა ვერ მოესწრო. მომივიდა უცებ კარგი აზრი, დამეხატა აკაკი აივანზე, აივნის შიდა კედლის ფონზე, მაგრამ კედელი ბაც-მწვანედ იყო შეღებილი და მის სახეს სრულიად არ შეეფერებოდა. დავიწყე ფონის ძებნა. ამ დროს დავინახე მასპინძლის ქალიშვილის პალტო, რომლის სატინის სარჩული სწორედ შესაფერისი იყო და ავიღე ხელში. ატლასის სარჩული ყვითელი, მოწაბლისფრო იყო. დავტაცე ხელი და გავიტანი აივანზე. ჩამოვკიდე კედელზე და დავსვი აკაკი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როცა დავინახე აკაკის სახის 100%-იანი გამოვლინება. როდესაც ხატვას მორჩენილა მოსე პორტრეტი აკაკისთვის უჩვენებია. მგოსანს კი უთქვამს, მე მეშინოდა. მეგონა რომ ისე დამხატავდი, როგორც თანამედროვე მხატვრები ხატავენ. იმდენ ფერებს აყრიან, რომ კაცი აღარ ჩანს. შენ კი მეორედ გამოცოცხლეო. ნახატის ბედი არ გაინტერესებთ? მხატვარს აკაკის პორტრეტი დაუკარგავს. გავიდა წლები, 10 წლეულები. აკაკი გარდაიცვალა. საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. შემდეგ საბჭოთა მმართველობა დამყარდა. ანუ პორტრეტის დახატვიდან 33 წლის შემდეგ მოსე თოიძე სრულიად შემთხვევით გადააწყდა თავის დახატულ პორტრეტს ვიღაც უცნობ კახელ გლეხთან. ვითომ არ იცოდა ვისი ნახატი იყო და ისე სხვათა შორის ნაკლები ინტერესით უკითხავს: ხომ არ ყიდით ამასო? არ ვიცი რა სიზამდა კახელი გლეხი, ან მისი მყიდველის შესახებ რომ ცოდნოდა რამე, ან პორტრეტის დახატვის ისტორია, მაგრამ არ იცოდა და სიამოვნებით მიყიდა. თან იაფად. მანქანის ყიდვა საბჭოთა კავშირში. დიდი ბედნიერებაა დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება. თუმცა არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩვენ საბჭოთა კავშირში ვიყავით. სიგიჟეებით სავსე ქვეყანაში. მოგიყვებით ხოლმე ამბებს ამ ტყუილებით აშენებული ქვეყნის ცხოვრებიდან. ზურაბ გურული იხსენებს, გორბაჩოვის მოსვლასთან და პერესტროიკის დაწყებასთან ერთად სიტუაცია ოდნავ ჩამოთვა საბჭოთა კავშირში. საქართველოს გასაბჭოების დროს ემიგრირებულმა ქართველებმა ნელ-ნელა დაიწყეს სამშობლოში ნათესაური კონტაქტების აღდგენა. იქამდე ეს საშიში იყო, რადგან კგბ-ს ყველა განსაკუთრებულ სამიზნეზე ყავდა აყვანილი და საზღვარგარეთ მოგზაურობა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა. ჩვენს ოჯახსაც აღმოაჩნდა დიდი ხნის წინ საფრანგეთში გადახვეწილი ნათესავები, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს მთელი ოჯახით ეწვივნენ საქართველოს. სამედიცინო ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი მაშინ და მახსოვს, პირველად შევაბიჯე სასტუმრო ივერიის ფოიეში. უცხოელებთან შესახვედრად იქ შესვლა არასოდეს მიფიქრია, რადგან კარგად ვიცოდი, რომ კგბ აბსოლუტურად ყველას უთვალთვალებდა და შეიძლებოდა სერიოზულ შარში გავხვეულიყავი. მით უმეტეს, რომ მამა ეგრეთ წოდებულ გასაიდუმლოებულ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა, რომელშიც სამხედრო დაკვეთებს ასრულებდნენ. ჩვენი ფრანგი ნათესავები, დედა, მამა და სამი შვილი საოცრად კარგი ადამიანები აღმოჩნდნენ. შუათანა ვაჟი ჩემი ტოლი იყო და უცებ დავმეგობრდით. მამამ თავისი მანქანის გასაღები დამითმო და ჟაკთან ერთად სასეირნო წავედი. საოცრად მომწონდა თავი ახალთახალი ჟიგული 06-ის საჭესთან. მეორე კურსელი სტუდენტისთვის ეს საკმაო ფუფუნებად ითვლებოდა. ეს შენი მანქანაა? მკითხა ჟაკმა. არა, მამა ჩემისაა. მე ჯერ ვერ ვიყიდი მანქანას, აუხსენი. შეგიძლია წამიყვანო მანქანების მაღაზიაში? მკითხა ჟაკმა. კი, შემიძლია, მაგრამ მანქანას ასე ვერ იყიდი, სანამ რიგი არ მოგიწევს. იქამდე არ მოკიდი სახელმწიფო, ავიჩეჩე მხრები. ჟაკი გაოცებული მომაჩერდა. მოიცა, სახელმწიფომ უნდა დაგთოს ნება, რომ მანქანა იყიდო? არა, შეგიძლია თავადაც იყიდო, ოღონდ სახელმწიფოსგან არა. ვიღაცას შეუძლია მოკიდოს, თუ არ სჭირდება. ან სულაც რიგი იყიდო და მაშინ შეიძლება. მოიცა, ხუმრობ, გაეცინა ჟაკს. არ ხუმრობ და გამეცინა მეც და აი მაშინ გავაცნობიერე
თავად რა აბსურდსაც ვამბობდი. კი, მაგრამ არ შეიძლება სახელმწიფო მაღაზიაში თავისუფლად გაყიდოს მანქანები და ვისაც უნდა ის იყიდის. მაინც ვერ იჯერებდა ჟაკი. მაშინ ყველა იყიდის და მაგდენ მანქანას არ აწარმოებს საბჭოთა კავშირი. და იმპორტირისთვის არსებობს. არ ცხრებოდა ჟაკი. ვერაფერი უპასუხე და დაბნეულად დავხარე თავი. წარმოიდგინეთ, რამხელა აბსურდთან მქონდა საქმე. ვერაფრით ვერ გავაგებინეთ ფრანკს, სტუმარს, რატომ არ ვაწარმოებთ ბევრ მანქანას, თუ ამის მოთხოვნა იყო. ვერც ის აუხსენით, რატომ ვერ შემოყვავდა სხვა ქვეყნის წარმოებული მანქანები. პრინციპში იმას რა ჩვენც ვერ გავიგეთ. იმ ქვეყანაში რა უნდა გაიგო, სადაც მანქანის ყიდვის სურვილი თუ გაქვს. იყიდება ადგილი მანქანის ყიდვის რიგში. ჩვენი ჯენზი მაყურებლისთვის ალბათ რთული გასაგები იქნება ეს ყველაფერი. სიმართლე გითხრათ, დაი ვერც გაიგონ და არც არასდროს მოუნდეთ უკან მიხედვა. გალაქტიონის უფროსი ამხანაგები. მე პირადად ძალიან მიყვარს გალაქტიონის შემოქმედება და დიდი ეჭვი მაქვს რომ თქვენც. ასე რომ ნებისმიერი ამბავი გალაქტიონზე, რომელიც თქვენ უნდა მოგიყვეთ, ძალიან ახლოს მიმაქვს გულთან. ეს ამბავი მის სახელს ეხება. გალაქტიონი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს იმ ეპოქაში თურმე ბევრს აღიზიანებდა რომ პოეტი თავის ლექსებს აწერდა მხოლოდ სახელს გალაქტიონი. არადა რა იყო ამ ამბავში გასაღიზიანებელი მე არ ვიცი. არ იყო მარტო სახელი საკმარისი. ახლაც საკმარისია ჩემი აზრით. გალაქტიონი და მორჩა. ტაბიძეს რომ ვგულისხმობ, რატომ უნდა დავაკონკრეტო? არ ვეთანხმებით? თუმცა მაშინ ასე მარტივად არ ყოფილა საქმე. როგორც ჩანს, ბოღმამ უფრო მეტი საქმე გააკეთა ვიდრე სიყვარულმა და ერთ დღესაც გალაქტიონი დაუბარებიათ მწერალთა კავშირში და უთქვამთ, ხალხს არ მოსწონს მხოლოდ სახელს რომ აწერო. როგორ? ჩემი სახელი არ მოგწონთ? ვითომ გაიოცა გალაქტიონმა. ასე დამარქვა დედამ და ახლა სახელიც გადავიკეთო? არა, სახელი კი არ უნდა გადაიკეთო. გვარიც უნდა მიაწერო სახელსო, განუმარტეს რითმების მეფეს. კი, მაგრამ რატომო? ვითომ ვერაფერს ხვდებოდა გალაქტიონი. რატომ და უფრო სამხანაგებს არ მოსწონთ ეს ამბავიო იყო პასუხი. აქ თურმე გალაქტიონმა ვეღარ მოითვინა და სიცილი ატეხა. უფროსი ამხანაგები რომ შემხვედროდნენ, ჯერ მომესალმებოდნენ, გამარჯობა გალაქტიონ. შემდეგ მეტყოდნენ ყოჩახ გალაქტიონ, რა მშვენიერი ლექსი დაგიწერია. მათ არასოდეს დაუწუნებიათ ჩემი სახელი. ვინ იყვნენ ეს უფროსი ამხანაგები? ვერ მიუყვნენ მწერალთა კავშირში პოეტს. აკაკი წერეთელი და ვაჟა ფშაველა, უპასუხია გალაქტიონს. სხვა უფროსი ამხანაგები მე არ მყოლია და არც მეყოლება. სხვა ყველანი ჩემი უმცროსი ამხანაგები არიანო. მე რა მეთქმის აბა? ცამდე მართალი იყო ჩემი აზრით გალაქტიონი. რად უნდათ მათ გვარები? რამე გაუგებარია? აკაკი, ილია, ვაჟა, გალაქტიონი. ისედაც ყველაფერი გასაგებია. სალაყბო. ახლა ძველი თბილისური ამბების მოყოლის დროა. თბილისის ქუჩებში სეირნობა ხო ყველას გვიყვარს. ყოველ შემთხვევაში, როცა ასე ჯოჯოხეთურად არცხელა. ყოველი სეირნობისას სხვადასხვა უბნებსა და ქუჩებში შესაძლებელია რაღაც ახლის აღმოჩენა. დღეს სწორედ ძველი თბილისის ერთი უცნაური ადგილის შესახებ უნდა მოგიყვეთ. ამ ადგილს სალაყბო ერქვა. ალბათ უკვე მიხვდით სიტყვის შინაარსიდან გამომდინარე, რასაც გულისხმობ. თუმცა მაინც მოგიყვებით. თბილისში ვინმეს თუ ახალი ამბის ან ჭორის გაგება უნდა და სალაყბოზე უნდა მისულიყო. სალაყბო, რომელიც ზეპირი გაზეთის ფუნქციას ასრულებდა, მდებარეობდა ერეკლე მეორის მოედნის ზედა მხარეს. მოგვიანებით სალაყბო ახლანდელი თავისუფლების მოედანზე გადავიდა. იქიდან გამოყარეს ალბათ. ხშირად სალაყბოზე წინ იცოდნენ გაუხმაურებელი ამბების შესახებ, ყველაფერი. ამ ადგილზე შეკრებილ ხალხში ნებისმიერი ახალი ამბავი სწრაფად გავრცელდებოდა ხოლმე. იფილტრებოდა და ირკვეოდა ტყუილი იყო თუ სიმართლე. სამხედრო მოღვაწე და კავკასიის ისტორიკოსი არნოლდ ზისერმანი სალაყბოსთან დაკავშირებით ერთ ამბავს ყვება. თურმე ერთი საშუალო წოდების მოხელე დიდხანს ელოდებოდა დანაპირებ ადგილს. თურმე ახალ თანამდებობას ელოდებოდა და არადა არ დაადგა საშველი. ერთმა მოხუცმა ურჩია, ვინმე გაეგზავნა მოედანზე, იქ სალაყბოზე. უეჭველი ეცოდინებათო. ამ კაცმა მართლაც დაიქირავა ვიღაც და გაუშვა სალაყბოზე თავისი ამბის გასაგებად. მოედანზე გაგზავნილი მალევე უკან დაბრუნდა და კარგი ამბავიც მოიტანა. სალაყბოზე ამბობენ რომ ხვალ დაგნიშნავენ ახალ თანამდებობაზეო. მართლაც მეორე დღეს მოხელეს პოსტალიონმა ახალ სამსახურში დანიშნვის უწყება მოუტანა. დამთხვევა გონიათ? კი ბატონო, თქვენი ნება. მე რაც წავიკითხე ის მოგიყევით. დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ ეს ეპიზოდი. ხო და თუ ასეა გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. მალე დაგიბრუნდებით სხვა ქართული ამბებით. დროებით.